მოგესალმებით მეგობრებო, ლიგის დროას მორიგი ეპიზოდი, სადაც ჩვენი სტუმრები 11 არც ნაკლები მიმდინარე სეზონის ჩემპიონთა ლიგის გუნდების რენკინგს გააკეთებენ. ჩვენი სტუმრები დღეს არიან ქორო, ბასტო და ჯუბა. მადლობა მეგობრებო სტუმრობისთვის და აგიხსნით წესებს ამ თამაშის რენკინგის. წესები არის შემდეგი, თქვენ როდესაც მე ვიტყვი გუნდს, უნდა თქვა თქვენი აზრით რომელ ადგილზე გავა. ოღონდ აქ არ იგულისხმება ჯგუფური ეტაპი. აქ იგულისხმება საბოლოო power ranking-ი, ანუ საბოლოოდ გუნდები როგორ დაალაგდებიან. გასაგებია რომ ნახევარფინალში გასული გუნდი მესამე ან მეოთხე ადგილზე უნდა ჩასვათ, პირველ და მეორე ადგილზე ფინალისტებს ამბობთ და მესამე მეოთხეს იმის მიხედვით დაარჩევთ, რომელი უფრო წინ დააყენოთ, რომელიც ფიქრობთ, რომ უკეთესი გუნდი იქნება წელს. აქ რა თქმა უნდა ვერ გაითვალისწინებთ პლეი-ოფში რა შეიძლება მოხდეს და როგორც უბრალოდ ეხლა რამდენი ტურიც გავიდა სხვა ჩემპიონატებიდან, წინა სეზონიდან გამომდინარე, ტრანსფერებიდან გამომდინარე და ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურიდან გამომდინარე, უნდა გააკეთოთ ეს გიჟური პრედიქშენი. ესე დავარქვათ მოდი. და მე მაინტერესებს თუ ზუსტად გამოვიცანეთ 36-ვე გუნდის რენკინგი სწორად დავალაგეთ ჩვენ აქ ადამიანებმა რა ბენეფიტები გვაქვს. 36-ვე გუნდი თუ სწორად დაალაგეთ, მე ვფიქრობ, რომ სეტანტა ამ ყველაფერს საჩუქრის გარეშე არ დატოვებს. 36 გუნდის დაალაგება რა გითხრათ, რამხელა მოემზადოს სეტანტას თუ შეიძლება გადაეცეთ. მომწონს შემართება? ანუ რო დავაზუსტოთ კიდევ ერთხელ გასული წლის მაგალითზე ანუ PSG გავიდა პირველ ადგილზე, ინტერი მეორეზე, მესამეზე არსენალი და არა, მოდი ინტერი მესამეზე ბარსელონა პირობითად ანუ კი, ზუსტად ეგრე დაალაგებ და არა ის რომ ლივერპული პირველზე, რომელიც ჯგუფურ ეტაპზე პირველზე გავიდა. 40 ფინალს რო წააგებ, ფინალში მეორეზე გადიხარ უეჭველი. პირველი გუნდი და თითო-თითოდ მითხარით, რა რომელ ადგილზე გუნდია ეს გუნდი გავა? უდოგლიმტი. ლაპარაკობს მას. შეიძლება ეგეთი გუნდიც თქვა. ევროპა ლიგაზე. ხო, ეგეც თუ გამოიცნობ, სანაძლეო პრაქტიკულად მოგებულება აქვს. მადლობა. თან მაგ პერიოდისთვის სეზონის ბოლოსთვის შეიძლება საქართველოს ნაკრები იყოს სოფლიო. ერთი წუთი მჭირდება. მე მაგას შეტანდა მაგაშია სოფლიო ჩემპიონატი მანქანი ჩემი. მანქანი ამერიკაში. შეიძლება რა ლაპარაკია. უარი სამი როლიკებით წავიდეთ. მე ფოფ ხარ? არა. როლიკები თողოთ როგორ იცი, ერთხელ უკნია უნდა წაგიყვანოს ანუ. შენ ჩაკიდო, შენ ჩაიგუზო როლიკებით და იმან ერბინოს. კივი. დავიწყოთ, პირველი გუნდი არის ატალანტა. ატალანტა. პირველი გუნდი და თუ ბოლო გუნდია, ეგ რო ვიცი. ატალანტა წააგო და ბოლო ადგილზეა ბელგრადი. მაგის მიხედვით მივყვები, ბოლო და ზევით გამოყვები, ეხა პირველი ტურის შემდეგ. ატალანტა გონია რომ სვისთან უწევს თამაში, ეგ რო ჩავიხედო და ვნახო. მე მომზადებული ვარ ცოტა მეცადინები შემოძლა გადაგაწერინოთ თუ რაღაცა. ერთი წამი არა, გეტყვი ატალანტა ვისე თამაშება, ატალანტა ეთამაშება ჰამაკს, არა. კარგი. ეგ ქონდა ეგ ტური უკვე. ესე იგი, სლავია პრაღა, მარსელი, ესე იგი, ბრუგე სამი ქულა, პრაღა სამი ქულა. გეტყვით რომ თუ ფიქრობთ რომ მე უნდა ჩავწერო ხო რომელზე რა გამყავს. უნდა მითხრათ ხმამაღლა. ხომ არა, მე ხო უნდა დავიმახსოვრო რომელზე 36 იმას ხო ზეკრა. თან ჩაიწერო და მე რაღაც ცოტა ოდნავ უფრო მეტად მე მგონი აბეცადინები რადგანო არ ვიტყვი დავიწყებ და მეგობრებსაც დავეხმარებ. მე გავაკეთე რაღაცნაირად სიმულირებული, ვეცადე რომ სიმულირებული ის გაგუკეთებია ეს 32 გუნდიანი ლიგის ხრილი. და ამ სიმულირებულ ხრილში ჩემთან ატალანტა მე-14 ადგილზე გავიდა. მაგრამ მიუხედავად ამისა, მგონია რომ ატალანტა სერიოზული რეგრესია აქვს წელს და არ მგონია რომ 16 საუკეთესო გუნდში მოხვდება, ანუ მგონია რომ პლეინიდან დაგვემშვიდობება რა არ გამოვრიცხავ მაგას შესაბამისად საორიენტაციოდ რო ვთქვათ, აი ატალანტა რო გავიყვანოთ, ანუ არა 16 საუკეთესოში, არა შემდგომ კალათაში ესე ვთქვათ, სადღაც 22, პირობითად 22 ადგილზე. 22. დაახლოებით მე 24 ადგილს ვაპირებდი 24. ამ შემთხვევაში 22 გუნდები, რომელი მგონია რომ ატლანტაზე ქვემოთ გავა. ატლანტა კი. გუნდს რომელსაც იტყვით 24 პირველ 24-ში არიან ის გუნდები, რომლებიც პლეი-ინის ზონაში მაინც შედიან. მეც 22-ს ვფიქრობ. მაგის მიერ არიან გუნდები, რომლებიც ფიქრობთ რომ პლეი-ინში ვერ შევა. ანუ ადგილი 24 24 მე მე ვიტყვი 21-ს, იმიტომ რომ სახლში უწევთ რაღაც ისეთი თამაშები, სადაც სამი ქულა უნდა აიღო. 21-24 და ჯგუფში მაქსიმუმ შემდეგი თამაში მოიგო. 22. შემდეგი გუნდი მეგობრებო არის გალათასარაი. აი ეგეც ძალიან ცუდი გუნდებით ვიწყებთ. არ მაგ გალათასარაი მგონია რომ წააგო 4-1. ხო. არა. კი, პირველი ტური წააგეს. თუ 5. უფრო წააგეს, ხო. პირველ ტურში 1-5 დამარცხდნენ. კი ბატონო. აკი. ფრანკფურტის აინტრახტთან. ლივერპულთან კარგად იყვნენ. გალათასარაიც მან მგონია რა, ერთით მაღლა, ერთით დაბლა. ანუ
მეც ეგრე მგონია გალათასარაი რაღაცა ატალანტა ერთი გალათასარაი მგონია რომ იმედებს გაუცრუებს ხუთშაბათს და 25 თურქებს 25-ზე 25 ხო მე მგონია რომ პლეინში გალათასარაი მოხდება რა იმიტომ რომ შემადგენლობა ისეთი ყავს ხო და თავდასხმის ხაზი მეც ეგრე მეგონა მაგრამ აი აინტრახტი მე რა 5-1 რო წაგეს ეხა პრაქტიკულად ეხა ზანე ეხა დაიმატეს კიდე რამდენი ფეხბურთელი და შეიძლება უფრო მოუმატონ და ამიტომ გალათასარაის თუ ატალანტა გავიყვანე 22-ზე გალათასარაის გავიყვან მე-20 ადგილზე მე-20 ანუ უფრო მაღლა მე ანუ სახლით მსჯელობ ხო სახლის თამაშები არა მგონია რომ ატალანტა უბრალოდ პლეინს უფრო მე ისე წააგებს ბრძოლის გარეშე ვიდრე გალათასარაი და იქ ხო პირობითია თორე სინამდვილეში როგორც ვთქვი სიმულირებული ვარდება ესეც ხო სიმულირებულ ცხელში ატალანტა მე-14-ზე გავიდა იმიტომ რომ მართლა მარტივი ბადია 25-ზე გავიყვან მარტო იმიტომ რომ მგონია რომ ატალანტა უბრალოდ უფრო მეტის გამკეთებელი არის ლიგაზე ვიდრე გალათასარაი. და შემადგენლობით მართლა ისჩობია, მაგრამ პროსტო გალათასარაი რაღაცნაირი მაინც არის. თან პირველ თამაშს სულ 0-დან დაგვეწყო, ხა პირველ ტური არ იყოს, სხვანაირად შეიძლება, მაგრამ ხა ძალიან წაგებულია. ხო, მაგრამ სახლის მოედნის უპირატესობა აქვს. მოკლედ, ჩემ პლეინ ზონაში გყავს, თქვენ არ გყავთ. შემდეგი გუნდი არის მონაკო. მეგობრებო, ამდენ სულ ვლაპარაკობთ ისე ყველა გუნდზე შეიძლება ვერაზოს ვერ მოვხსნათ. ხო და აი ატალანტაზე და გალათასარაიზე. მონაკო მე მონაკო ჩემი აზრით ვერ გავა პლეინის ზონაში და ერთ-ერთი ისეთი გუნდი იქნება სახელოვნები, რომლებიც ლიგის ფაზიდან დაემშვიდობებიან ჩემპიონთა ლიგას და 26 ადგილზე გავიყვანე მონაკო. მე მოდი როგორ ვიზამცი 22-ზე გავიყვან მე მონაკოს. მონაკო ანუ გავა შემდეგ ეტაპზე. ანუ ჩვენ ორივე 36-ს ვეღარ დავსვავთ ესე იგი ვასწავლეთ. არ ხო შეიძლება. ანუ მონაკო ვერ გავა. ვერ გავა. აი მოდი 23-ზე გავიყვან ესე. 23-ე მაინც გადის რო იცოდე. ხო არა, უბრალოდ მე მაგას ეგრე არ უყურებ. უბრალოდ მონაკოს გავიყვან 29-ზე. 29 ადგილი. იმიტომ რომ ერთ-ერთი თან რო ესე იჩაგრები მე თან საკმაოდ რთული ბადეც აქვს ანუ კალენდარი აქვს მონაკოს სხვა გუნდებთან. მოდი აფოსი ყავს ერთიობა. მოსინჯოთ ეხა ძალები კაირატში. ასიზავენ. აი მაგას გავიყვან თამამად ბოლოზე რა. კაირატი ფიქრობ რომ ბოლო ადგილზე გავა. 36 ადგილი. აფოს ხო ეგენი წხვდებიან. კი თან სახლში. მგონი. მე კაირატი ყავს გაყვანილი 30 ადგილზე. ექვსი გუნდი არის მაგაზე უმორესი. კი, არიან სხვათა შორის. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რაც არის ორი მატჩი აქვს, ერთი 10 დეკემბერს, მეორე 20 იანვარს ყაზახეთში და ძნელი იქნება ხელოვნურ საფარზე თან ყინვაში და შეიძლება რა მგონია რომ აქ თამაშებიდან სადღაც რაღაცა ქულა შეიძლება ვიღაცება სიცოცხლე დაკარგონ უბრალოდ. ანუ ხო მესმის. ანუ რეალი ხვალ თამაშობს, ამ ტურში თამაშობს მეორე ტურში. და წარმოგიდგენთ 11 საათი მიფრინავდნენ მადრიდიდან და თან როცა ხვალ 11 საათი რო იფრენ და იქ რომ -40 გრადუსი დაგხვდება, ანუ თუ და ჩვენთან რო ბილეთებზე წუწუნია სხვათა შორის, რო აი ვერ ხვდები მოედა თამაშზე. ხო, არა. საქართველოს ნაკრები რო თამაშობს ხოლმე ხო არის ხოლმე რო აი რიგი კაირათი რეალის თამაშზე ბილეთები რო გაიხსნა 12 მილიონი რიკვესტი შევიდა 12 მილიონმა ადამიანმა მოითხოვა ბილეთი სტადიონი შეგახსენებთ რომ არის 20,000-იანი შესაბამისად ვფიქრობ ბევრი ადამიანი გაწილებული ხო მაგრამ დინამო თბილისი კაირის რო ყოფილიყო რეალი შეიძლება აქაც 12 მილიონ ადამიანს მოითხოვნა ეგეც არის 33 კაირათი 36 კაირათი გაგიკვირდებათ და არავინ პლეი-ოფის ზონაში არ შეიყვანეთ და პირველი კარგი გუნდი შედარებით კარგი გუნდი გულისხმობ ისეთი სახელიანი როგორც მონაკოა შეიძლება მეტიც შეიძლება იმედია სეტანტას ნაპოლი კი ბატონო იმედია სეტანტას ყაზახურიმაზე არ დაიდება თქო და ყაზახელი ჰეითერების არ დამემატება და არ გვიწყენენ ქართველებიც ბევრი რამეზე არის დამოკიდებული ხა ის შეიძლება რომ სულობას გვაქვს მე მაგალითად სიმულირებულ ცხელში ნაპოლი მე-8 ადგილზე მყავს ანუ პირდაპირ პლეი-ოფის ზონაში გამყავს, მაგრამ ისეთი გუნდები რჩებიან ქვემოთ, ანუ გააჩნია ვის შეხვდება მე რა. რა თქმა უნდა, ეგ არის რასაც ვერ გასვლით და მაგიტომაც არის რომ სეტანტა თქვენ თუ 36-ე გუნდს დააყენეთ საჩუქარს არ დაიწყებს. 14 ნაპოლი. რაც იმას ნიშნავს, რომ მე-8 ფინალში დაგვემშვიდობება. მე-8 ფინალში დაგვემშვიდობება არის მე-14, ხო? ხო, ეგ არის. მეც მგონია რომ მე-16-დან გვამდე არის ეგ. მე მგონია რომ ბევრად მნიშვნელოვანი პრიორიტეტები ექნება ნაპოლის სერიასთან დაკავშირებით და ესეთი back to back სკუდეტოს მოგება და ბოლო 4 წელიწადში 3 სკუდეტოს მოგება იმ ხელა ამბავი იქნება. თან ახლა ლიგაზეც რეალისტები რო ვიყოთ რა უნდა იყოს. ნაპოლის მაქსიმუმი, ამიტომ მეც იგივენაირად მგონი მიუხედავად იმისა რომ შეიძლება ლიგის ცხრილი გამომდინარე იქნება რომ საკმაოდ კარგი ბადი აქვს მათ შორის, ანუ
Chelsea. ხონია რომ მე-16 ჩემი აზრითაც მეორე ფინალს ვერ გაცდება ნაპოლი და მე-16-ს ვარ. გავიყვან მე-9 ადგილზე, იმიტომ რომ რადგან play-off-ში მოხვდა პირდაპირ, ესე იგი რაღაც პრიორიტეტი ეგ იქნება ალბათ რა, ხო, რაც გუნდი ვინც მეორე ფინალში play-off-იდან, ანუ ვთქვათ, პირველ ერვიდან წააგებს, უფრო მაღალი რეიტინგი დაუწეროთ ამ. შემდეგ გუნდია ბილბაოს ატლეტიკი. რომელიც დიდად არ მიყვარს. რომელიც ასევე პირველ ტური წააგო. ატლეტიკი ბილბაო. ну არა უშავს ახლა არსენალთან. ბილბაო და ჩემპიონთა ლიგა ვერძოვენ ერთად რა. მაგრამ არ ამგონია თლად ახლა იმის პლეინის მიღმა დატოვა არა ესპანური გუნდი. მაგრამ მეორეს რო შარშან ჟირონა ეგრე დარჩა. მოკლედ მეორე ფინალში მაინც არ მგონია რომ ბილბაო გავა და მე-17 ადგილზე გავიყვანოთ. მე-17 ადგილი. მიუხედავად ჩემი დიდი სიმპათიებისა. მეც აი ეხლა ვფიქრობ რომ აი მონაკოსა და ნაპოლის შორის 23-16 შორის 19-ს დავჯერდები. 19. მეც სიმპათიები გამაჩნია, მაგრამ სამწუხაროდ არა მაგხელა. ატლეტიკი 26. ანუ გალათასარაის უკან. 26-ი ანუ ვერ შევა play-in-ში? გადავხედე რა თამაშები უწევთ და მგონია რომ რაღაცას ფული მაჩები ხო. მაგრამ ეგრე შეარწმუნენ ესპანურ ფეხბურთს. უკვე შეარწმუნა შარშან ერთმა და მეორეც გაიმეორებს. ჟირონა მაინც კატალონიელები არიან ეპატიებით. სპორტინგ ეხლა მითხარით აიაქსზე რას ფიქრობთ? რომელმაც ასევე პირველ ტურში ლოგო დამევას. აჯახი. აიაქსი იქვე ბილბაოს გვერდზე დამეყენებენ. რომელზე გავიყვანე ბილბაო ერთი თქვენოთ აიაქსი. 17-ზე გაიყვანა. ინტერმა ძალიან დაჩაგრა თამაში თუ ის ქნით რავია მე მგონი ინტერმა აიაქსი. ხო მაგრამ აიაქსს აქვს საკმაოდ მარტივი კალენდარი წესით, რომ ნახავთ თქვენ თვითონაც მიხვდებით. არსენალი, ჩელსი, გალასახში, ბენფიკას სახში, არაბახი გასვლაზე არ არის. არაბახი გასვლაზე არ არის ის. აგენა, არაბახს ვერ მოუგებს აიაქსი გასვლაზე. გასაგებია, მაგრამ ჩემგონია რომ ვილიარეალი მოუგებს აიაქსს რა, უეჭველი რა. ჯორჯი მოუგებს იმენა დგება და მოუგებს. და მაგიტო გავიყვან ბილბაოს უფრო ზემოთ და გავიყვან მე-20 ადგილზე მე აიაქსს. ანუ გვერდი იქნებიან სადღაც. დიახ. ეს შუა ნაწილი დაკავებული მაქვს ერთი კაირათი მყავს. აუ აი ვაჩუქე რა, მე-20 ადგილს ჩუქნი იმენა. ანუ აიაქსი შედის ყველამ შეიყვანა პლეინის ზონაში. ჩაჩენებდნენ ადრე აი ჩელსისთან რო აი მაგ თამაშის გამო მე-20. სიაში და ფინალში. კიდე ერთი ნიდერლანდული გუნდი PSV Eindhoven-ი მეგობრებო. აქ ძალიან მარტივად ახლა უნდა ავუდგე და რომელმაც ასევე წააგო პირველ ტურში. კი, საკმაოდ მე მომწონს ის გუნდი, ძალიან მე სიმპათიურება. აი ატლეტიკოსთან წააგებს, ნიუკასლთან წააგებს, ბაიერთან წააგებს, ნაპოლისთან წააგებს, ლევერკუზენთან წააგებს, ოლიმპიაკოს შეიძლება კალენდარი აქვს. აი ოლიმპიაკოსზე მე მაგრამ მყავს 35 ადგილზე რა. აი და ძალიან ცუდი ის აქვს. სამწუხაროდ PSV-თვის მიუხედავად იმისა, რომ აიაქსი კარგი გუნდია ალბათ წელს, ბევრად რთული კალენდარი შეხვდა და ამიტომ მგონია რომ ერთ-ერთი მძიმე კალენდარი აქვს PSV-ს. ძალიან მძიმე კალენდარი აქვს და ალბათ ერედივიზიონზეც მე რაღაცა ბევრ თამაშო წააგებენ, მიხვდები ანუ აქ აზრი არა აქვს ბევრ სწავლებას და მე გავიყვანე წააგებენ მე ბოლოს თამაშებს. და იმედია შარშანდელ გამოცდილებას გაიზიარებენ და გაიზიარებენ. გახსოვს ალბათ ჰოლანდიის ჩემპიონატში რა მოხდა? მოგებული წააგეს ფაქტობრივად. ეგ აიაქსმა წააგო უბრალოდ. აიაქსმა ბოდიში მათთან PSV 32. კაი მე მაშინ 32. შეგიძლიათ ერთით ეგ. კი, ვიცი 32, მეც 32 დავწერე და 32. просто რაღაც გუნდებს PSV-ს წინვერთ დავაყენებ. PSV და კაირათ შორის საშუალო ქულა რო გამოვა მე 9-ს რო გავაკეთებ, საინტერესოა რომელი უკან იქნება ეხა როგორ არის 9 არის აქ. ზუსტად ერთნაირად არიან. ამ წუთას. შემდეგი მეგობრებო არის ჩელსი უკვე. აი ჩელსი პირველი გრანდიც გამოჩნდა. იმედია გრანდად თვლით მე დავეთანხმები და ვიტყვი რომ მეც იმ აზრზე ვარ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო, ალბათ შეიძლება იდაურო საუკეთესო 21 საუკუნის პრემიერ ლიგური გუნდი შეიძლება ჩელსი იყოს რა. იქ წინა ვიდეოზე განდროს მოდი ვიკამათოთ გაგზავნება ერთგვარი. ერთ-ერთი ანუ ცალსახად არ ვეთანხმებ, მაგრამ არ არის რა იმას მოწყვეტ. აქეთ გადაწევდი შენს ლუც. ხო აი არსენალი იყო და ლივერპულსა და აი მაგას შორის და სიტი? სიტი აი სიტი ლივერპული მანამდეც რაღაცა დასაწყისშიც გუნდი იყო რა და სიტი ბოლოში არის გუნდი მარტო.
ბოლოში 15 წელია. აი ჩემპიონთა ლიგა ერთხელ მოიგეს. ხო, ალბათ იყო ჩელსი. ხო, წლევანდელ ჩელსის როგორ ვაფასებთ ახლა ეგაა თავი. ხო, აი ხა წლევანდელ ჩელსის მე-10 ადგილი. ანუ შენ ძახი რომ მეოთხედ ფინალში ვერ გავა. მეოთხედ ფინალამდე მარცხი. მე-8 ფინალში გავა და ვეღარ გავა მე. ეგრე გამოდის? კი, ზუსტად. მე-8 ფინალში გავა. მე-4 ფინალში გავა და მე არ გავა. არა, მე-4 ფინალში არის 8 გუნდი. ხო და მე-4 ფინალში ანუ მე-4 ფინალში უნდა მოხვდეს მე-1000-ზე რო გავიდე ეს. მაშინ მე-8-ზე გავა. მე-1000-ზე რო გავხდი და მე-8 ფინალში ხო. მაშინ მე-8-ზე გავა. ანუ მე-4 ფინალში გაგხავს. მეც მე-4 ფინალამდე მგონია ნახევარ ფინალამდე მივარს. და ბარსას არსებობს. ანუ ზიზღება ჩელსი ბარსას ყურება ან ყველა. ეს არის შექმნილი. მე მგონია რომ ჩელსი მგონია რომ ზამთარში კიდევ ვიღაცებს დაიმატებენ დაცვის ხაზს ცოტა გააძლიერებენ, იმიტომ რომ ზოგადად რომელიმე სატრანსფერო ფანჩერაზე ვინმე ვარ დაიმატა გამორიცხულია. ამასთან მგონია რომ თვითონ სტრუქტურულად ჩელსი ისეთი გუნდია რომ ლიგებთან შედარებით უფრო ბევრად კარგად თამაშობს ისეთ ჩემპიონატებს რომლებიც თქვა ნოკაუტ კონტესტებია რა როგორიცაა ჩემპიონთა ლიგა. ამიტომ მე ჩელსისგან დღეს ან დიდი მოლოდინი ჩემპიონთა ლიგაზე გაგავს. პირველზე გაყვანა და ან ისე გამოჩნდება. ეხა ამ მომენტში რომ ჩემპიონთა ლიგას მოიგებს თქო ჩელსი თქო. მაგრამ მგონია რომ 4 საუკეთესო გუნდში ჩელსი იქნება და მესამე მეოთხეს არსებით მნიშვნელობა არ აქვს და როგორ არ აქვს მნიშვნელობა? მეოთხეზე რო გეწერო და მესამეზე გავიდეს, სანაძლეოდ წაგებული გაქვს. მე მგონია რომ ლიგის ფაზაში მოკლედ ჩელსი გავა მე-13 ადგილზე. მაგრამ მგონია რომ ფინალში გავლენ და მეორე ადგილზე გავა ჩელსი. მეორე ჩელსი მე-4-ზე ვფიქრობ. პირველი ფინალისტი გავარკვიეთ. ნახევარ ფინალში გამოვარდება რა და ნახევარ ფინალში მეგეთყვი, ვისაც გააგდებენ თუ მინდა. მაგითო გავიყვანე ფინალში. ჩელსი რეალი გაქვს ფინალი და ჩელსი. არა, რეალი ვერაფერს ვერ მოიგებს წელს. ვაჰაპესო ქროსბურთის და ლა ლიგის გარდა. ლა ლიგას მოიგებს გონია. ვილიარეალი მეგობრებო. ამდენ პენალტს გაიტანს მარტო 30. აი გუნდს არ შეხვედრი ხარ ძირ ლა ლიგაში. ლიგა რა მნიშვნელობა? ვის გუშინი თამაშეთ პირველ წელს? აიო ვალეგანოს. დაცანდა ვერ მოუგეთ. აიო ვალეგანო, აი გუნდი. რაიო ვალეგანო, მოდით შევთანხმდეთ რომ რაიო ვალეგანო არის გუნდი. იზი პალასონმა სახე გაგვაწრო. ვილიარეალი. აი ვილიარეალი ვინც მინდა რომ რამე გააკეთოს. ვილიარეალი ძალიან მინდა რომ აი სამ დაიწყებოდა სეზონი სიმპათიურებოდა ძალიან და აი ხა აი ცოტა წინა თამაში კიდე რაღაცა ეს პეპერო ხოძეა აი მომწონს. აი მოიხოდება ის ისწავლის ესპანურს. ვილიარეალიც ზუსტად აი ძალიან კერკეტი გაგალი გუნდია და არასდროს არ ირცხავს თავს არც ჩემპიონთა ლიგაზე, არც ევროპის ლიგაზე. დნმ-ში თითქოს მაგას გვახსოვს ბოლო წლებში. ევროპის ლიგას მოუგეს მანჩესტერს, ბაიერნი გააგდეს ჩემპიონთა ლიგიდან. წელსაც გონია რომ მინიმუმ 16 გუნდში ვილიარეალი მოხვდება და იქაც ძალიან უნდა იბრძოლონ. ამიტომ პირობითად გავიყვანოთ მე-12 ადგილზე. მოდი ქორომ თქვას მე ვილიარეალის იმას გადავხედავ. საკმაოდ კარგი ისაა სამბები. იუვენტუსი სიტი ვერ არის აი ის. არა, კალენდარი მარტივის ვილიარეალს ამათ არა აქვს. არა. და აიაქს მოუგებენ ალბათ კოპენჰაგენს მოუგებენ და ახოს მოუგებენ და ვილიარეალი აიაქს რო შეხვდება, ეგ ძალიან საინტერესო თამაში. ჩემი საყვარელი თამაში იქნება. აი მოდი რო შეასრულებს შოხში. გავიყვანო რომ მიუძლის თავის ყოფილ კლუბს. მე-8 ფინალში? ხო. მე-8 ფინალში უნდა გავიყვანო ჯორჯია, მაგრამ რა უნდა ვქნათ? ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ან ქოჩორა ან ჯორჯი უნდა გაიყვანო და ბიჭო ხოზა. მე და გასპოილერო და გეტყვი რომ ქოჩორა საერთოდ ვერცად ვერ გამყავს და გადის რაღაცა 125 ადგილას, იმიტომ რომ სამწუხაროდ ძალიან რთული კალენდარია. ნაპოლი თუ არის მე-16-ზე ჩემთან. მოდი იყოს მე-15-ზე იყოს. მე-15 ვილიარეალი. ვილიარეალი. გენახოთ მარტის თვიდან ნახევარი საქართველოს ყვითელ ფერებში. ვილიარეალმა დააქტოს ლიგა. ვილიარეალის წარმატება ძალიან გამეხარდება მართლა. ოქროსბურთის 5-5-ულში რო არის შორს. ძალიან. ალბათ ბომბარდირი უნდა გახდეს. ხო, 15 და 12-ო აქეთ. შენას გვეტყვი. ჩემპიონთა ლიგას. მე ვილიარეალის ეტლისტ. 19. ანუ მე-6 პლეი-ინიდან გამოვაგდო ესე იგი ქორომ. ქორომ რა იმან. ნაგავმა ქორომ. ოკეი. ქორომ რა ვილიარეალის სუსტმა სატრანსფერო პოლიტიკა. დაუბრუნდებიან ესე ვერც მაინც შეხვდებიან. სუსტმა გერა იდეალურ სატრანსფერო. არა, კარგი სატრანსფერო ხოდა. ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი განახორციელეს. ლა ლიგაში ხო? თავიანთ ისტორიაში ჯორჯი ძვირადღირებული ტრანსფერი. ნიუკასლი მეგობრებო. აი ნიუკასლი ჩემი პრემიერ ლიგის ფენტეზიში ნიუკასლი პრემიერ ლიგაში ჩემი საყვარელი გუნდი. და კრისტალ პალასი. შენი და ახალციხელების. შეიძლება მიკერძოებული ვიყო?
პირველ თამაში წააგეს მე უნიონს მოუგებენ გაუმარტივებ სანამ ბიჭები ფიქრობენ მე ვერ გავიგე ამ ნიუკასლს ფული აქვს თუ არა ჯერ არავინ არ იცის ხო აი რას ჯერ რა ვოლტემადე ძალიან კაი ბიჭია მაგრამ რა ვოლტემადე და ვისაზე თუნდა ვოლტემადე და ვისათი მე მგონი ისაკი შესვლა ძალიან გაჭირდება და მგონია რომ ძალიან არეული გუნდია მგონია რომ ედი ჰაუმაც ამოწურა ამ გუნდში თავი შარშანდელი სეზონიც გამონათება იყო რომ იქ ხუთაულს შევიდნენ და ასე რომ მგონია რომ პლეინიდან დაგონშვიდობებიან და დავწეროთ 24 ადგილს რამდენი ქულა ქონდა წინაზე 11 ქულა ქონდა 24 ადგილს წინაზე ხო არა შენ ვერა სწორად ხო და მგონია რომ სადღაც აი 20-დან 24-მდე რომელი ადგილის თავისუფალი მაქვს მანდ ნიუკასლი პლეინში გავლენ მაგრამ ეგრევე დაგონშვიდობებიან მე 22-ზე გავიყვანე 21 23 24 ხო 21 მე 1-ზე იყოს ნიუკასლი წელს შეიძლება 8 ქულაც იყოს გამსვლელი იმდენად თეორიულად შეიძლება იმდენად დაძაბული სეზონი იყოს რომ 8 ქულაც გავიდეს რა აი მაგალითად ჩემს სიმულირებული იმაში წყილში უბრალოდ ჩემს ლონდონში სწავლობდის ისა არა ნუ აქ ვარტლა ჩემს სიმულირებულ წყილში მაგალითად 24 ადგილზე გადის 8 ქულით რა ანუ პირობითად 8 ქულითაც შეიძლება გახვიდე მე 15 სიმპათიები დიდი ყოფილა მართლაც აი შენ ათამაშე და ვინ როგორ გავიდა ხო საიტი არის და ანუ მერვე ფინალში გაიყვანეს ზუსტად ისე არის ფინალები და ბასტო შენ 22-ზე ნიუკასლი 22 ნიუკასლი იმიტომ რომ სხვანაირად ცოტა წამოვიდა ზემოთ წამოვა ეხა ჩვენი დიდი ბიჭები ჩელსი გავიყვანე მეორე-ზე ხო ხო და მარსელია მაგაზე უნდა დავაშენო ეხა ლოგიკა ნახევარფინალში ვინ გააგდა ჩელსი მეოთხე ფინალში ვინ გააგდა მარსელი ხოძეა დეძერბიც კარგი მწვრთნელია. საშინელი უკარგესი ისა აქ რა ქვია. კალენდარი. ხო, ერთი ლივერპულს ეთამაშება რა და რეალიც მოიშორა. რეალი მოიშორა ძლივს მოუგო იმას. შეეძლოთ რა. მარსელს კაი კალენდარი აქვს ხო მე მგონი. ხო. ეგ ძალიან ბევრს ნიშნავს, იმიტომ რომ შარშან მაგალითად სეზონი სამ დაიწყებოდა საუკეთესო კალენდარი ქონდა Celtics. და მართლაც შევიდა პლეინის ზონაში. იქ ნახამ გავიდნენ მე ბაიერმა შემთხვევით ბოლო წუთზე გააგდოთ რაღაც ეგეთი. ნუ ეგეთი კალენდარები ძალიან ბაიერმა ხო. ძალიან ახლოს ჯდება მე ლოგიკასთან შედეგებიც. მოდი მე 17-ზე გავიყვანო რა. მარსელი მე 17 ხონდა, მეც მე 17. 17 და ჯუბა შენსაც ყავს. აი მე მგონია რომ მარსელი იქნება ის გუნდი ვინც გამოაგდებს პირობითად ატალანტას რო ვთქვი რომ პლეინიდან გავარდება თქო და მე მგონია რომ მერვე ფინალში მარსელი იქნება და გავიყვანოთ მე-15 ადგილზე. მე-15 ადგილზე. მარსელზე ძალიან დიდი ავანსებს გყავს, კარგი ფეხბურთელები ყავთ. მეგობრებო, ბენფიკა ჯერი მოვიდა. ოპა, ჩემი სუდაკოვა. ჩამოსარეს ხია. ბენფიკა სადაც ჟოზე არის, ოღონ მისული ეგარ და გავიწყდეთ. სუდაკოვი ყავს შეიძლება პირიქით უნდა დაივიწყოთ. შეიძლება პირიქით უნდა აი ბენფიკას შეხედეთ ღირს რა რეალი, იუვენტუსი, ნაპოლი, აიაქსი, ლევერკუზენი, ნიუკასლი, ჩელსი, ანუ აი ბენფიკა 24-ში ვერ შევა ბენფიკა. აი პირველ თამაში არ გახსოვთ. მე არა მეც 23 ადგილზე მყავს ლიგის ფაზაში გაყვანილი, მაგრამ ჟოზესთვის არაფერს არ ნიშნავს. შეგახსენებთ რომ ცხრილი რომელიც ახლა მოცემულია სეზონის ბოლომდე იქნება, არ შეიცვლება. დიახ, კალენდარია. ანუ არაფერი. ბენფიკა ვერ გავა. წვნელები შეიძლება იცოდეთ ამიტომ. ბენფიკა იყოს მოდი აი PSV-საც სუდი ის ქონდა რა ქვია. გაუჭირდება ბენფიკას. PSV-საც სუდი ანუ ეხლა რეალურად თქვენ უნდა მიპასუხოთ ჟოზე მოურინიოს დარჩენილი აქვს თუ არა კიდე რაღაც სახის მაგია რომ ეს გუნდი გაიყვანოს ჟოზეს მორწმუნენი არც ისე ბევრი დარჩნენ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არ ვიცი თავის სამშტაბიდან გამომდინარე საბედნიეროდ ის აქ რომ თამაში 0-0-ს გააგორებინებს ხო და 0-0-ები 23-ზე რო გაიყვანოს 23-ზე ბენფიკა არა მე ზემოთ უფრო 23-ზე 23 აი მარტო ჟოზეს გამოვამბობ თორე მართლა აი ერთ-ერთი ხო და მაგიტომ მოასწრე პასტო შენ 30 არა მოდი 28 იყოს რა 28 ეგრე იფიქრეს და პირველი მოსაგები თამაში ქონდა ყარაბაღთან და გააგდეს რომ ეხა მაგ კალენდარში ჟოზესთან ეხა მე პირაცხელი ჭამე თქვენ საკუთრად რო თამაშობდე და თქვენი რო ფიქრობდე თუ ჟოზე გამყავს 23-ზე მაშინ მეც გაზრება თუ პლეიოფში შევიყვანე მერე ცოტა უფრო მაგარი გაიყურე 23-ზე ადგილზე გასული გუნდი ხდება მე-9 მე-10 ადგილოსთან ხდები
მე-19 ადგილოსანზე მაგალითად შეიძლება ეს იყოს Arsenal-ი, Atletico, ხვდები აი აქ არის პრობლემა. აღარ გეყოფა. ხო, 33-ზე რომ გავიდეს, რაც არ უნდა მოხარშოს. ანუ იქ პირველი 12 გუნდი ძალიან ძლიერი იქნება. მე პლეიოფში არ გავიყვანდი მაშინ პირდაპირ გეუბნები. მე არ გან მე მგონია პლეინის ზონაში არ გავიყვანდი. Atletico Madrid-ი მეგობრებო. გუნდი რომელიც მე არ მახსენდება ბოლო 10 წლის მანძილზე რაიმე მსგავსი სახის საუბარი მქონდა ვინმესთან და Dark Horse-ის გვერდით, Wikipedia-ის გვერდზე უკვე Atletico Madrid-ი წერია. ვინმე იგებს ჩემპიონთა ლიგას, კი. Atletico. ვერასოდეს ვერ იგებს, მაგრამ Dark Horse-ი სულ არის. ბიჭო, ეხა მე-8 ფინალში გამოვაგდო, თუ მე-4 ფინალში გამოვაგ. მე-8-ში უნდა გამოვაგდო Atletico-ში. გამოვაგდე. Villarreal მყავს მე-15-ზე, ხო? Villarreal-ი ყავს მე-15. ეს ცოტა ლატარიესავით არის. მე-14-ზე გავიყვან Atletico-ს. Atletico მე-14 გუნდი იქნებაო, ბასტომ. თქვენ რა სიტყვით მეგობრებო? ოკეი, ხვეწეზე. ზემოთ უნდა გავიყვანო უეჭვად. მე-4 ფინალში? ისეთი თამაში აჩვენეს რეალთან, ჯუბას ნახავდა ალბათ. ჯუბა მე ტელევიზორი გამიფუშდა ხო არ გინახავს. მე რა ხო. ბიჭო, 5-2 წააგო. მართლა. ალვარესმა იმენა დაახია Atletico-მ წააგო. არა, რეალური. Atletico იყოს. შარშან აქნა Atletico ბოდიშით იქნება. ძალიან უხსენე და ეხა ვიხსენებ Atletico-ს ვისთან გამოვარდა. Atletico-ს ხელი ნახე გახვეწა ვინებს ხვდები. Atletico ვისთან გამოვარდა შარშან. შენ გეთამაშება. ვიცი ხო Atletico. ყველაზე აი აქ აქაც ნახე ბიჭო აქ პროსტ ცოდოა. მან ხო შემთხვევით წააგეს თან. Atletico ვისთან Real-თან გამოვარდა? სანამ Real-ი Arsenal-თან წააგებდა. 2-3 ოფშიშოჩი. ხო, Real-თან გამოვარდა მე-8 ფინალში. კი ბატონო, ხულიან ალვარესმა რო წვენვალე გოლი. რაც არაფერს არ გვეუბნება. Atletico მე-6. Atletico მე-6-ე. დაჟე უფრო ზემოთაც მინდა, მაგრამ აი ბიჭო არ მგონია რა ხა. აქ არის მე მონსტრები. მგონია რომ აი Atletico-ს მოუგებს Chelsea ნახევარფინალში და მე-4-ზე გავიყვან Atletico. მე-4-ზე Atletico. კი ბატონო. მე-4-ზე ანუ მე Chelsea-ს ირგვლივ ვაწყობთ თელ ჩემ ლოგიკებს. მე მგონია Dortmund-ი უფრო წინ გავა. მეგობრებო, Paphos-ი. ის თვითფრინავია Paphos-ი რა. Paphos-ი. Paphos-ი უნდა დავაკომპლექტო ის 30 პლუს. Paphos-ი 36-ზე რო ეგრევე გამიხდება და ბევრსაც არ ვილაპარაკებ არაფერს. ერთადერთი ქულა რომელიც უნდა აიღოთ უკვე აიღეს პირველ ტურში. არა, Almaty-სთან ჩვენს მობას ფიცავარ უეჭვე. აი ის არის 20-იანის ყინვაში. არა, 20 ოქტომბერსა, 21 ოქტომბერს. იქა Almaty-ში? მაგათთვის მაინც იცივე იქნება ეხა Paphos-ში, კვიპროსში სულთბილა. და Slavia Praga-სთანაც აი ამიტომ Paphos მე გავიყვან 35 არის. შენ 36 ისედაც ქართულ დაგავებული. Paphos-ის ფანები. შენ 36 ისედაც დაგავებული. ხო, ვიცი, ან მაგეთო გავიყვან 35. ხო. ხაირად თუ 36-ზე გონია, ანუ Paphos-ი მაგას მოუგებს ხაირად, შეიძლება უფრო მაღლაც უნდა იყოს. Paphos-ი ერთხმად ყველაზე ცუდი გუნდია ამ სეზონის. Paphos მეც ვერ მივცემ. Olympiakos-ი მეგობრებო. ეს შემიძლია გავიყვანო ეგრე. Olympiakos-იც 34 ადგილზე რო აი ესეთ რაღაცები მარტივად Paphos-ი Olympiakos ძალიან თეთრი თამაში. იყო 0-0 მოწა პირველ ტურში. აი 34-ზე რო გავიყვანოთ Olympiakos-ი. გავიყვანე, შენი მხრიდან. ეხლა ვნახოთ Olympiakos-ზე ეხლა რო ამიხსნა აი რატო გავა 34-ზე ხდება და რეალსაც ვეშე. Olympiakos-ზე? თუ ვისთანაც უნდა მოეგო იყო Paphos-ი და მაგათთან ითამაშეს ფრე, აი არ ვიცი. ის კაცი გაგიჟდება თან მარინაკის. ეს მარინაკის გუნდია და მაგრამ საბერძნეთში გასვლაზე თამაში ძალიან რთულიაო მეგობრებო, სულ მაგას ამბობს ხალხი. ხალხი. რაზე დასკვნიდა და ხუთობით არ ვიცი. მოდი ეს რაღაც ვიტყვი რა. Olympiakos-ი მე ხა უნდა შევხედო 33 ადგილს. 33 Olympiakos-ი. კაირატი რომელზე გავიყვანე 33-ზე. კაირატი თუ 31-ზე უნდა გავიყვანო ხა გუნდი ვინმე? ხო, კოპენჰაგენი მაგალითად რა პრობლემაა. უღელო კიდე არის სტუდენტები ძალიან ბოდო უნდა გავიყვანო 34-ზე, ეგ ვიცი რომ ბოდო გამყავს. 31 კონდა цаრიელი ხო ხო 31 ვერ ვარ. Olympiakos-ი იყოს 32, იმიტომ რომ კაირატი 33-ზე მყავს და კაირატთან ანუ მოიგებენ რაღაცა. 35-ზე ვინ გაგყავს ხო? ბოდო ბოდო კაი ბოდო მე ვასე. ბუდე, არა, ბუდე არის. ეხა არის მეგობრებო, აი ვარიანტები. შემდეგი ვარიანტი რომელიც ალბათ მე მგონია რომ პლეი-ოფის ზონაში არ გეყოლებათ, პლეი-ოფის ზონაში არის Slavia. პრაღის Slavia. აი ეს გუნდები არის რომლებიც ეხა ქვემოთ ძლიერი. ჩემ 30-იანებს სხვათა შორის თავიდან ბოლომდე ვუყურე ამ თამაშს და ძალიან კაი თამაში იყო. აი ბოდოგლი პრაღას. არა, მართლა ძალიან. ადრე იყო გამოტანილი. ხო, ადრე იყო.
და ძალიან კარგი თამაში იყო. ოღონდ მართლა ორივე მხრიდან შეტევები და რაღაც, მაგრამ ბიჭო ამის იმას შეხედებით. აი, რომელს მოუგებს? აი, პაფოს მაქსიმუმ პაფოს და პაფოს მოუგებს და გავიყვან 32-ზე. აჰა, 32-ზე მყავს მეც. რო არ დამომაბარავი ხელგანი წერა. 32. მე მეცაც გეტყვი წინა გუნდზე, მაგალითად ოლიმპიაკოსზე ისე ჩემს სიმულირებულ ცხრილში 8 თამაში ისე ჩაატარა ოლიმპიაკოსს, რომ გოლიც არ გაუტანია თურმე ეხა შევამჩნია. 32-ზე PSV მყავს. 31-ზე გავიყვან. მართალია. ვაიმე PSV 32-ზე მყავს და სლავია ბრა. 35. PSV ძალიან რთული კალენდარი აქვს. ხო, არა, სლავიასაც არ აქვს, ძალიან მაიხარ უყურე. ყველას ხდებიან ვაფშე. შენ რომელზე გაკავს? 35-ზე და 34-ე მაქვს დარჩენილი კიდე და ზემოთ უკვე. კოპენჰაგენი აქვს ერთადერთი შანსი. ბიჭო, კოპენჰაგენი სახში ცხოველი გუნდია. ყარაბახი, კოპენჰაგენი, იუნიონი, სეჟილოა, რომელიც არ ვიცი ხა გაიყონ თუ არა პირველ ტური მოიგო გუნდმა და. ხო, დაიგაართულო პირველ ტური მოიგო. მოდი, შემდეგი მაინც კოპენჰაგენია. მაინც კოპენჰაგენია. არასწორად ვარ წასული უკვე, მეგობრებო, მაბატია. იმას შენ რო გაგეკეთებნა სიმულირებული. უჯერი უკეთესად დაალაგებ. კოპენჰაგენი რა თქმა უნდა მოუგებს მხოლოდ და მხოლოდ ალმატას გუნდს და всё, და ყარაბაღს და დორტმუნდს რომ მოუგოს ვაფშე არ გამიგვირდა. კაი, მოდი 29-ზე გავიყვან. კოპენჰაგენს და 30-ზე გავიყვან. უბრალოდ ჯერ მოვიდეს შემდეგების დრო. უბრალოდ სხვა გზა არ მაქვს და 34 მიწევს. 34. რაც არასწორია ძალიან. და გაუცრი თუ გინდა ადგილს, რას გინდა რომ ადგილი გაუცრი? არა, ეგ არ შეიძლება, მეც ბევრი რამე მინდა, მაგრამ მართალია. მე არა და მოიფიქრე. 31 მონაკოს უცვლიდი ეგრევე. 31 ადგილას. აი, მონაკოს რო გავუცვალ რა მნიშვნელობა? 29-ზეა მონაკო. 29-დან 34-ზე რო გაუცვალ. მონაკო გადაკავს 34-ზე? ხო, კოპენჰაგენი მირჩევნია მონაკოს რა. ანუ რამეს არა, არჩეს მოდი და ვნახოთ. რაღაცა რადგან თქვი შეიძლება მანდარის. კი. 31 ადგილზე გავიყვანოთ. 31, კი ბატონო. კოპენჰაგენის შემდეგ მეგობრებო მოდის ბაიერი, ანუ ლევერკუზენის ბაიერი. კი ბატონო. ლევერკუზენის ბაიერი ბევრს არ ვიწვალებ დარწმუნება რაგებ. პლეი-ინიდან უნდა გვეშვიდობოს და მე-19 ადგილას გავიყვანოთ. აი ხა უყურე რა. PSV-ს მოუგებენ. აისთან წააგებენ. ბენფიკას მოუგებენ. მანსიტისთან წააგებენ. შენც ბარემ სიმულირებ. ბიჭო, მაქსიმუმ ჯობა აბა მირჩი, მაქსიმუმ აიღებს ლევერკუზენი 8 ფულას ჩემი აზრით და რომელ ადგილზე მიწევს. შენი აზრით თუ არა, მე რას იზამს გააჩნია, რას ფიქრობ? შეიძლება პლეინის ზონა შეიყო. ხო, მაგრამ სად გიწევს ჯერ ეგ მითხარი? ჩემს სიმულირებულ წყალში 8 ქულიანი გუნდები არიან 22, 23 და 24 ადგილზე. თუმცა მაგალითად 23 მყავს. თუმცა მაგალითად შემსავე სიმულირებულ წყალში მარსელი იყო 22 და მე მოვაგებინე რა პლეინი რავი და გავიყვანე ზემოთ უფრო. ხო. ანუ თუ ფიქრობ რომ ლევერკუზენი პლეინს გაივლის, უფრო მაღლა უნდა თქვა. თუ ფიქრობ რომ ლევერკუზენი პლეინს ვერ გაივლის, უნდა თქვა 24-ე? მე 21-ს. უფრო უკანანდა. 16-დან 24-მდე უნდა თქვა რომ პლეინს ვერ გაივლის. მე 21 მაქვს თავისუფალი და შეიძლება რომ დამიფიქსიროთ. არის 21. მე 19 იგივე ლოგიკით ზუსტად. მე 22. 22. ლევერკუზენი მაინც ყველას გაკავთ. მე აი ბოდო ჩემი საყვარელი. გადავხედე და 8 ფულას იღებენ. მინიმუმ. მე ეგეთ შეგზემა მაქვს რომ ვერ გავა. მაქსიმუმ რას ვიღებენ ასე გაგიყვანა. და აი ბოდო გლიმტიც მეგობრებო. აღურებლების ბოდო. ფარული ბუდეს იძახის ალბათ ალექსანდრე გაბრიჩიძე და. ბუდე გლიმტი მაშინ. დავნერგოთო ბუდე გლიმტი. კი ბატონო, როგორც სიტყვის. გლიმტია. გლიმტი უეჭველი. ოპა, ტოტენჰემს ხდება. ბუდე. ნახე, ფლეშბექები წამო. შენ ხედავ გუნდს 22 ადგილას რო გავიყვანა ბუდე. და ზუგებს და ერთი ბუდე 22 ადგილას თუ შეიძლება. ერთი ქულით ამთავრებს ჩემი აზრით ჭკუპურეთოს. მონაკოს თან. არა, იქიც ძალიან ჭდილოეთით არის ყინვა რაღაცები და მე გაზეთაში. გავშარშან გავიდენ ნახევარფინალში მაგით იმით რა ევროპის ლიგის და არა, კარგი კაბა. ხო, თუმცა არსებობს ფეხბურთში რა თქმა უნდა დონეები და ხ ჩემპიონთა ლიგაზე ეგრევე პლეი-ოფში რო ვერ გავიდეს ბუდე. მაიცა მე ბოდო. თქვენ სად გაკავთ? ეცა მე მაქვს 31, 32 მაქვს თავისუფალი, ხო? არა მაქვს 32 თავისუფალი. ერთი წუთი. 36, 35-ზე გამყავს 34
24 ხო არავინ არ არის. ბოდო 34-ზე დამიყენო რა. ბოდო ჩამისვი 21-ზე. ანუ არჩენ არ გაიყვანენ. მიუხედავად სიმპათიებისა. გადავხედე თამაშებს. 30 მართლა დაკავდა კომპლექტე ჩემპიონატის რომ. მეგობრებო, იუვენტუსის ჯერი მოვიდა. აი 31-15 არ მაქვს 35. იუვენტუსის რა, კაი თამაშები გამოდის სულ. იგორ ტუდორი. აუ აქ იუვენტუსის რომ მოვიდა. სიმულირებულ ჩემპიონატში იუვენტუსმა რა ქნა რა ვიცი. ხო იცი დავიძინე და მეგონა რომ 3-4 წააგო და მეორე დღეს აღმოაჩინე მიმოხილვაში სხვა შორის სედანტას მიმოხილვაში რომ 4-4 მორჩა. ანგარიშიც არ წერია და რაღაცა ხო იქ და არ დასპოილერდი თან. არ წერია ხო ეგრე რომ დავაჭირე. აი ბოდოს და პაფოს იმენა სახეს აძრობს. სპორტინგსაც სახეს აძრობს. რეალს ხო ეხა სხვა რამეს უნდა უყუროთ. იუვენტუსი პირველი გადის. მე უნდა იფიქრო უბრალოდ რომელ წრეში გაკობს თორე რადგან ეხა იმის იუვენტუს მე მგონი 13-ზე რო გავიყვანა ჩემპიონატში მე მგონი პატიციებში ვარ. 13 ადგილი თავისუფალია ხო? რეალს აშკარა. მე-8 ფინალში გავადა, ნუ მე-8 ფინალში დაგვეშლება ჩემპიონატში. ამ მე-8-ში როგორ გავიყვანო პროსტა. იუვენტუსი? იუვენტუსი. პროცენტი და გაიყვანო. უნდა გაიყვანო აბა იუვენტუსი. იუვენტუსი მე-8 ფინალში როგორ ვერ უნდა გავიდეს? სავით? არა, მე-8 ფინალში არა. მე-8 ფინალში გასწავლა, მაგრამ მე-8 ფინალში გაანო, მე-8 ფინალში რო გავიდა. ჯობად, ხო მე-8 ფინალში მოღვაწე. მე-8 ფინალში შეიძლება ვერ გადავიდე. ხო და მაგაზე 8 გუნდზე ვფიქრობდი მე რა 8 გუნდში ვერ გავიდა. 15 ქულა აქვს ჩემს სიმულირებულ ხელში იუვენტუსი. ანუ არც ესე ცუდი სიმულირებაა, მე 12 ადგილზე გავიდა. უბრალოდ მანდ ერთს მოვაგებინოთ და მე გავაგდებ რა. ნერექნიდან გამოვაგდებ თუ დავტოვოთ 15 ქულა იქ. რას ფიქრობ? კი, მე ვერაფერს ვერ გეტყვი. რას ფიქრობ? მე რო ვაკეთებდი არ გავიყვანე მე-4 ფინალში. მე ჩატოვებდი მე რო გასაუკეთესო გუნდში იუვენტუსი. მე ვერ ხედავ ამ წუთას მაგ იუვენტუსი. მე 13 იუვენტუსი ჩემპიონი. ერთადერთი რასაც ხედავ მაგ შემთხვევაში მართლა კენან ელდეზის ბევრი ედიტებია. და თერგონს გაიტა, შეიძლება გაარტყოს გაიტანოს. ისეს უთხოვს და გააქვს. შემდეგი მეგობრებო არის ბორუსია. აი ბორუსია, სიმპათიური გუნდი. მოდი დორტმუნდი გავიყვანოთ მე-12 ადგილზე. ანუ მე-8 ფინალში გავარდება დორტმუნდში. დიახ. მე მგონია რომ დორტმუნდი ძალიან მაგარი გუნდია, თუ ტრამვებმა არ შეუშალეს ხელი. კლასიკურად, ტრადიციულად როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, მე-4 ფინალს მინიმუმ ითამაშებს. ამიტომ მე-8 ადგილას გავიყვანოთ დორტმუნდი. მე-8 ადგილი. ოპროვა გუნდში ვერ გამყავს თორე. მე-7-ზე გამყავს ჩემს სიმულირებულ ხელს. მგონი მე. საკმაოდ ისა მარტივი ის აქვს კალენდარი და უბრალოდ. ქორო შესაძლოა. კალენდარი არა. მარტივი არა აქვს, არა. აი გუნდია. პროსტა ქულების მიხედვით ვერ ვსვამ ქვემოთ. მაგრამ მგონია რომ გავლენ რაღაცა მე-18 ადგილითაც ვთქვა და მე წინ წავლენ კიდევ. ხო, უნდა შარშანაც ხო ბარსელონას მაგიტომ მგონია რომ მე-7-ზე მაგიტომ მინდა რომ მე-7-ზე ჩავწერო, თორე ისე მგონია რომ ერთი მე-17-ზე გავლენ. ანუ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რა, აქ ჯგუფურ ეტაპზე ვინ რომელზე გავა მაგას არ ვარ. ხო და მაგას ეხრო დავუფიქრდი, ჯგუფში მგონია რომ მე-17-ზე შეიძლება გავიდეს და ისე მე-4 ფინალში მართლა. ამიტომ იყოს მე-7. ერთადერთ პაფოს რო ამბობთ 26-ეს, რადგან პაფოსი პლეი-ოფში ვერ გავა, გულისხმობთ იმასაც, რომ ჯგუფურ ეტაპზე რა თქმა უნდა ბოლოზე გავა. ხო, ანუ ჯგუფურ ეტაპის მერე ბევრი 24-ის მერე ეგრე უნდა გავიდეს, ხო? ხო, ქვედანაზე იმას გულისხმობ, რომ ეს გუნდი ვერ გადის პლეი-ოფში და ეს თამაში აჩვენა აქ. კი ბატონო. აუ, ბარემ ხორც ავწერო ბარსა პირველი თუ დაველოდოთ. დაველოდოთ შო. ტოტენჰემი. სად ვარ? რეალ მე-4 ფინალში ვარ, ჰა? ტოტენჰემი. ტოტენჰემი. მან ტოტენჰემს უნდა დავაკავებინო ის ზემოთ რა ადგილიც დამჭა ცოტა რა. ტოტენჰემი კი მოიგო ვილიარეალთან, მაგრამ ვაფშე საშნელი თამაში. ხო, მაგრამ ტოტენჰემი კაი გუნდია წელს. აშკარად და ბევრად უფრო არა, ძალიან კაი. მნიშვნელოვანი პრიორიტეტები აქვს ჩემპიონატში და ჩემპიონატში წელს ვიდრე ჩემპიონთა ლიგაზე და მაგალითად სიტუაცია მაქვს. გონია რომ მე-8 ფინალამდე გავა და მე-8 ფინალში დაგვტოვებს. ამიტომ გავიყვანოთ ტოტენჰემი შემდეგ ორ თამაშსაც მოიგებს ჩემპიონატში. მე-11 ადგილას ვთქვათ. 3 ქულა ხო, 9 უკვე იქნება. ეცეგ დამჭა 12, 13, 14, 15, 16 მაქვს. მოდი, ანუ იმაში უეჭველი გამყავს ტოტენჰემი, მაგას აღარ დაუითვლებ ისე თამაშებიან. მე უბრალოდ თავფიქრები მე რას იზავენ. მე თუ ზემოთ შეხვდებიან. მე-11-ზე უნდა გავიყვანო მეც. ტოტენჰემი რომელზე? მე-11-ზე მიწევს ამ ეტაპზე.
8-ის ზემოთ ნიშნულობა არ აქვს, ამიტომ მე-9 იყოს. ანუ ყველა სამივე თან ხვდებით რომ მერვედფინალში გავარდება ეს ერთმშრომლობად. კი, ყველა დაწუნებული არ ვარ რა. უეჭველი მერვედფინალში გავადა და იქ იქნება ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი. ხო, ანუ ვილიარეალზე, დორტმუნდზე, იუვენტუსს ჩემ შემთხვევაში მაგაზე უკეთეს. მეგობრებო, მადრიდის რეალი. მადრიდის რეალი მე 36 არ მაქვს. 36-ს ფიზიკურად აღარ გავაგონებ. ვიცი ხო, მაგიტომ. რეალ საჭეთა. რეალი მგონი რა გამოვარდება. აი ნახევარ ფინალში ვერ ხედავ რეალის გამოვარდას, პრობლემა მე-4 ფინალში ვხედავ რა. აი ნახევარ ფინალში რეალის გამოვარდა. არ მაგის ბარსამ გამოვაგდო მაქვს. ხო ნახევარ ფინალი იყო. რეალს კარგი თამაშები აქვს ძალიან. რეალის თამაშიც რა მნიშვნელობა აქვს ხა პლეიოფში რა გავარდა 12 წელს გაიტანს. მიუხედავად იმისა, რომ მგონია რომ რეალი საერთოდ წაუგებლად დაასრულებს ლიგის ფაზას და შაშანო სულ გამოცდილებას კარგად გაკვეთილად გამოიყენებენ და შეეცდებიან რომ მაქსიმალურად ბევრი ქულა აკრიფონ. მე-4. მაინც ამ ყველაფრიდან გამომდინარე მგონია რომ ნახევარ ფინალში ეს გუნდი წელს ვერ უნდა მოხვდეს, მაინც გარდამავალი პერიოდია, ახალი მწვრთნელია, ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი, ამიტომ თუმცა არც ისე არ მოხდება, რომ ახლა მერვედფინალში გამოვარდნენ, ამიტომ ვიფიქრებ, რომ რაც რესპექტაბლურ მე-4 ფინალურ ეტაპზე დატოვებენ წელსაც ჩემპიონთა ლიგას, ისევე როგორც გასულ წელს მე-5 ადგილზე გავიყვნენ. მე-5 ადგილ საუკეთესო მე-4 ფინალოსანი გამოდის. 4-5-5. ნუ ბარსა გამოვტოვოთ. ხო, ეხლა მეგობრებო ბარსელონას ჯერი დადგა. აი, მე ლივერპულზე ვიფიქრებ მაშინ ახლა ბარემ. ბარსელონას ანუ გჯერათ პირველი ადგილი. კი. ხო, ანუ აქ ის კი არა რომ კომაგები ხართ. გჯერათ რომ პირველი. კი, წინაზე ერთადერთი კვარას ენერგეტიკამ გადაწონა ბარსას რომ უნდა მოეგო 100, თორე უეჭველი ბარსას. ბარსამ ინტერთან წააგო. ინტერთან წააგო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მე კვარას მოეგო ინტერს. მივხვდი რა მიმუშავა. ქართველებმა ძალიან ბევრი ვილოცეთ და ნუ და გადაიწონა ის აჩერბიში ჩასახდა. ანუ პირველი ინძაგის სული და პირველი და შენ საკუთარ ჯუბა ესაა საინტერესო. მე მგონია რომ მიუხედავად იმისა რომ ძალიან მაგარი თავდასხმის და შემტევის ფეხბურთელები ყავს ამასთან ერთად ყავს ალბათ სოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი მგონია რომ დაცვის ხაზში ძალიან სერიოზული პრობლემები და პრობლემები აქვს და მგონია რომ მერვედფინალსაც ვერ გაცდება კატალონია ბარსელონა მიუხედავად იმისა რომ ჩემს სიმონებულს ხელში პირველ ადგილზე გავიდა ლიგის ფაზაში მგონია რომ პირველივე საფლეიოფო ეტაპზე მეთი ასიმულირილე საიტი იყო სპეციალური ანგარიში ჩაწერა როგორც ფიქრობდა რა მოხდებოდა პირველზე გავიდა ბარსა მაგრამ ეხლა მიხვდა რომ მერვედფინალში ვარდება ხო იმიტომ რომ მერვედფინალში ბარსა თუ გამოვარდა რა დგინდა რატო ლივერპული არ გამოვარდა ლივერპული და ბარსელონა ერთად ხო, იმიტომ რომ ქვემოდან, არა, თან ვინ გამოვაგდეს ბარსას, ალბათ მიხვდებით მომავალი ფინალისტი, რა თქმა უნდა, ლონდონის ჩელსი და ამიტომ გონია რომ მერვედფინალში საუკეთესო მერვედფინალოსანი იქნება. ხო, მე-9-ზე თუ არავინ არ ყო და მე-9-ზე გავიყვანოთ ბარსას. მე-9 ბარსა. თუმცა სიმულირებულ ცხელს ვაკეთებდეთ, იქ პირველზე გავიყვანდი ლიგის ფაზაში. არა, ბარსელონა იმენა. ლივერპული მეგობრებო. და ხალხში თავდასხმაზე ვთქვი, ცოტა დამაგვირგვინებელ ფაზაში ძალიან უჭირთ ბარსელონას 40 ჯერ უტყავენ და ვერ იტყავენ. გასაგებია, მაგრამ ნუ იქ განსხვავებას ხო, ლამინიამას პროსტა მოუნდება, ვიღაც თანაბარ დაპირისპირებაში და განსხვავებას ქმნის ეს შეტევის შემთხვევაში ლივერპული მოუგებს რეალს ნახევარფინალში და მესამე. მესამე როგორც ნახევარფინალში მოუგებს ნახევარფინალში კი არა, იმ მესამე ადგილისთვის ბრძოლაში მე-4-ზე ნახევარფინალში გავარდება ლივერპული. ხო, მე-4. ანუ ბარსელონა თუ გაიყვანს პირველზე და რეალი მე-4-ზე შენ შემთხვევაში გონია რომ ელ კლასიკო ნახევარფინალში შეიძლება ელ კლასიკო იყოს. ანუ ბარსელონამ ან ლივერპული უნდა გააგდოს ან რეალი, ხო? შენი ლოგიკით. კი. ხო, ეგრე გამოდის და ხო, ნუ რეალი მაგ მე-4-ზე რადგან გავყვან, მესამეზე ლივერპული. ჩელსი ხო მე-4-ზე გავიყვანს. ბარსელონა ვერც ლივერპულს ვერ გააგდებს ლონდონ ჩემპიონთა ლიგაზე, აი ამოჭერით შეინახეთ და ვერც რეალს. ეგა ფინალი დავსვიგონი რა. ფინალი დავსვი ლივერპული ბარსა დავსვი ფინალი. მე ვიფიქრე, მაგრამ ვიცი, ჯერ ნუ ამბობ წინასწარ ფინალზე. არა, მეორე ლივერპული ხო მოდის ახლა. ეხლა ლივერპული რომელ ადგილზე? მეორეზე. ამაში გასაგებია შენი ფინალი, კი. შესაძლოა ლივერპული. ეს ლივერპულიც აი ძალიან overrated გუნდი მგონია რა. აქ მეორეზე ყავს მაგრამ. არა, განყავს მეორეზე. ბაიერნი ყავს მეორეზე. ბაიერნი ყავს მეორეზე. მე-4 ფინალში გავარდეს და მე-6-ზე გავიყვანოთ ლივერპული რეალთან ერთად. მე-6-ზე და არა მე-7-ზე? თუ ყავს ვინმე მე-7-ზე? არავინ არ ყავს. არავინ არ ყავს ჯერ. მე-6, კი ბატონო, შევინახოთ ეს ადგილი. ლივერპულის შემდეგ მეგობრებო, ამ გუნდების შემდეგ მორიგი ესე დიდი გუნდი, ეს არის ყარაბაღი.
ოპა 33 ადგილზე რომ აიყვანო შეიძლება თავისუფალი ზემოთ ერთი თამაში მოგებული აქვს ბენფიკას მოუგეს გასაგებია მაგრამ ხომ არა ეხლა ეგრე ბოლოში ვერ გავლენ ახლა 34 არა ბოლოში 30-მდე დაკავებულია უკვე всё ანუ 30 ქვემოთ ვიძახი ანუ 30 არ მყავს დაჟე 30-ზე გავიყვანოთ ხო თავისუფალი მაქვს 30 გადავხედო 5 12 13 31 32 30 დიახ გორო შენთან მე ძალიან მინდა რომ პრო აზერბაიჯანულ ნარატივსა იმას უნდა რომ შეიყვანოს ამ პლეიში რიბერია არაბაღი ავერსერშო იბერია გავა სად შემდეგ ჩემპიონთა ლიგა იბერია ვერ სად ვერ გავა ამოჩერეთ ეს და დაიმახსოვრეთ რა გეხვეწები ხო გორის დილა იქნება პირველი ქართული კლუბი ევროტურნირებზე არ ვიცი მაგრამ თუ არ იქნება არავის არ ემახსოვრება მე არ იქნება იბერია რომ გავუდეს ყველას ემახსოვრება რომ მე ვთქვიო ზადე დაყნობით იძახი თუ პროსტა გაიცნო ჩემპიონი ხდება გორის დილა ეხლა და რა ვიცი მე უფრო მარტივი ბადა ექნება როგორც იბერია არა შენ თქვი პირველი ქართული გუნდი რომელიც ჩემპიონთა ლიგაში ხო ანუ ეხლა მგონია რომ გავული წელს შევლენ წელს გორის დილა ჩვენ მომავალ წელს შემდეგ წელს აქ გორის დილა თქვექნება აქ არა ნუ რაღაც კონფერენცი ლიგაში იმდენი ის მიწერია ვეღარ ვითვლი 24-ის ქვემოთ რა ლიგაზე თავისუფალი ევროტურნირი გულის ხო და მე ლიგაზე იბერია გადის პირველად 20 23 ხოროს გოლით 24 იგებენი ყარაბაღი ეგრე გაგყავს ანუ 24 სანდიკას ყარაბაღი ვაუ 24-ზე პლეინში ხო შეიძლება რომ გავიდრე კი და შეიძლება გაწურონ რა ტრანსპორტინგი ყავს ხო თუ გაუმართლეთ კაი მეგობრებო შემდეგი გუნდი შემდეგ რაც ყარაბაღი გავიდა რამდენი გუნდი გავიდა სადღაც პლეიოფის ზონაში და სადღაც ბოლოსკენ აუ მან სიტი რამდენი გუნდი დაგვრჩა სიტის ჩათვლით 10 არა 9 კი ეხლა უნდა ვიცოდე მე ზუსტად წარმოვიდგინე ნახევარფინალი რა არის ფინალი გავიგე ნახევარფინალის ერთი გუნდი ვიცი ჩელსი მეორე გუნდი ვინ იქნება ხო მაღლა არ თქო ვინც იქნება არ მგონია ის გრანდები რომლებიც დარჩენილია გუნდებს ჩამოგითვლით ვინს დაგვრჩა ეს არის სიტი ინტერი არსენალი ბაიერნი იუნიონ სენ გალუა ხო ალბათ სპორტი როიალ უნიონი მე ხო სპორტინგი ბრიუგე პსჟ და აინტრახტი ფრანკფურტის აინტრახტი ესა გუნდები რომლებიც დაგვრჩა შესაბამისად ამ წუთას მაინტერესებს მანჩესტერ სიტი რომელზე გავა მე მგონია რომ მანჩესტერ სიტი მოიგებს ჩემპიონთა ლიგას რა პირველად ჩემგან გაიგეთ ეს ქართულ ენასაც მე მგონია რომ მანჩესტერ სიტი მოუგებს ლონდონის ჩელსის ჩემპიონთა ლიგის ფინალს ვა ინგლისური ფინალი რამდენიმე წლის წინ იყო ეგ ფინალი სადაც ჩელსი მოიგო და ეხლა მანჩესტერ სიტი მოიგებს ინგლისური ფინალის დაბრუნება რას ეს იმას ვარ მოასწავებს 2026 წლის სოფლიოს ბრაზილია იგებს რატომ არავინ არ იცის მაგრამ უბრალოდ ხარ მოასწავებს სიტი პირველზე თქვენ სად ყავთ აბა მეგობრებო ნახევარ ფინალში მაინც არა არა შენთან არ არის მე მგონი ადგილი მეოთხეში უნდა გავუშვა ხო და სიტის უბრალოდ მგონია რომ ეგეთი ის იქნება რა ან ფინალი ჩემპიონი შეიძლება გახდეს ბაიერნის გავარდეს მეორე სუპერჟერა ფინალში თუ სიტის თუ მიყვნენ და მივიდნენ ბოლო ეტაპებამდე მგონია რომ მარტივად რა სიტი მე-6-ე მე-6 სიტი ბაიერნის სიტი არსენალიდან ყავს ბაიერნის სიტი არსენალი პსჟ-დან ყავს ფინალისტი ასარჩევენ რაც ლოგიკურია რა საკმაოდ კარგი არჩევანი არის მე ხა ნახევარ ფინალს ვფიქრობ PSG გავიყვანო ძალიან მინდა რომ PSG კიდე ფინალში მოხვდეს მაგრამ ზედიზედური ფინალი აგებენ ძალიან სული იქნება ბიჭო აუჭირავთ მომენტუმი რამე ვის PSG-ს შევალიეთ მოგება შევლენ სად შევლენ ფორმაში ამ წუთას უბრალოდ რა პრობლემაც აქვს PSG-ს თავარი არის ტრაუმები ტრაუმებია ყველას მართლა ნახევარი გუნდი დალეწილი არის რაც შარშან პირიქით მათი ძლიერი მხარე იყო რომ არა მხოლოდ გამიხარდება ჩემს თუ არა ისე ზედიზედ მოიგებს სიტის მოუწია პირველი მეგრელი გახდება ზედიზედ ორი ლიგით მაგრამ სიტის მოუწია მე-5 სიტი მე-5 სიტი ვერ გავიდის ნახევარ ფინალში ბაიერნი ვათამაში ნახევარ შემდეგი მეგობრებო უკვე ინტერია მე ბაიერნს ინტერი ამან შეიძლება გავიდეს ნახევარ ახალი მწვრთნელით მადლობა აუ ინტერის მოდი ინტერი გამოვაბუნძულოთ მე-8 ფინალიდან ხო ინტერი 20
თავი შეგაზიზღათ, იმიტომ რომ ხო, რომ დაიავა ჩვენი ადგილი, ანუ რა ფინალი შეიძლება და ყოფილიყო. მოდი ესეთ კითხვას დაგისვამთ. ინტერის მაგერად ბარსელონა გასულა, ხო? ოღონდ ზუსტად ისე წააგო, როგორც წააგეს. არა. რა გერჩივნათ? არა. არა, ხო? არა. ამიტომ მადლობას 5-0-ს წაგება ფინალში, მირჩევნია რომ ჯგუფში ევროპა ლიგაზე რომ მანჩესტერმა გამოგვაგდო, ეგ მირჩევნია. ხო, მაგრამ მე მგონია რომ პლეინში მადლობებს უნდა უხდით. არა. მე მგონია რომ 3-2 მორჩებოდა ნებისმიერ. პლეინში წააგებს შემეძლეს ინტერი, ანუ მე ერთ ფინალში ვერ გავა. კრისტიან კიუს სეზონის ბოლოდან ნაგდებთ სადღაც. არა, კრისტიან კიუს სეზონის დასრულებამდეც გავაგდებენ, ჩემი აზრით, ალბათ არ ვიცი, მაგრამ ნუ ინტერი აღარ მგონია რა ჩემს მაგუნმა თავის მაქსიმუმი გააკეთა ბოლო წლებში და ორი ფინალი ეხა ახალი მწვრთნელი ყავს, ახალი ლიდერები, ახალი დაცვის ხაზი, მე ნევნალად ცვლილებები, თაობა დაცვის სერიოზული პროცესი აქვს. თუ რა არც იქნება დიდი ტრაგედია რო წააგონ, ამიტომ ჩემი აზრით სადღაც აი მე-20-დან 25, ანუ მე-17-დან 24-მდე რავი, მე-17 ადგილზე გავიყვანო პირობით. მე-17-ზე ბილბაოა. მაშინ მე-18-ზე აიაქსი. მე-19-ზე 19-ზე ლევერკუზენი. მე-20-ზე გალათასარაი. 21-ზე ნიუკასლი. 22-ზე ატალანტა. 23-ზე ეხა ბენფიკა. 24-ზე მე აი 24 ადგილზე. 24-ზე გავიყვანო. იქ უნდა მქონოდა ერთი შენახული და მაგითო ანუ რომ მოდიღაცა. ინტერი მე-10-ზე არის ჩემთან და უფრო ადეკვატური მგონია 24-ზე რომ რაც არ უნდა ახალი მწვრთნელი და თაობათა ცვლა და ახალი ლიდერები. ნუ აი ეს რა გავთვალე უბრალოდ რო ეს ერთი ადგილი უნდა შემენახა იქ ზემოთ უბრალოდ. 18. ეს ძალიან მოკლედ შრალად. ხო, ანუ შემთან ხარ. 18 და 24. ერთი და იგივეა არსებითად. უბრალოდ ვინ უკეთ ითამაშებს მეორე ფინალში. მაგას მიწყვეთ სპოტში რომ ვიცოდეთ. როგორ გავიგოთ? საბოლოო მაგალითად ვარ და სეტატაში ზიან და ანუ სოფიო ჩემპიონატზე ანგარიში. გოლების სხვაობა. ანგარიშები. კი. ყვითლებზე გავედის მე თუ ერთმანეთს ემთხვევა. ხო, როგორ ჩემპიონთა ლიგის წესები ეგრე ჩავყვებით. ინტერის შემდეგ მეგობრებო რა გუნდი რომელიც მოდის არის არსენალი, მაგრამ მე თქვენ არსენალთან შეგეკითხებით ჯერ. არა იყოს არსენალი ხო მივყვეთ როგორც არის არსენალი. არსენალი მოდი არ გამყავს მაინც მე ფინალში არსენალი. არ ჯერა არასდროს არსენალი. არტეტამ რო ჩემპიონთა ლიგა მოიგოს. ბატონო გაიო, მე არ თამაში დავანებო შეიძლება. რატომ მინდა რომ მე-11 ფინალიდან გამოვიდე? აი ეხლა ნახავ რა მოხდა ჩემპიონი მე-2, მესამე, მე-4, მე-5. მეც არ მგონია რომ არსენალი ფინალში გავა. არ მგონია. მე დაჟე 8 გუნდში ვერ გავიყვან საუკეთესოში არსენალს ეგეთი. ანაირი პრობლემა არ არის. ანუ სტატისტიკა როსტავ გუნდები მითხარი რაღაც ის არ მომიწიოს. მე-8 არჩენილი გუნდები არსენალი, ბაიერნი, იუნიონი, სპორტინგი, ბრიუგე, პეჟე და აინტრახტი. არა. არსენალი მე-4 ფინალშიც ვერ გავა, ხო, სწორია. მე-4 ფინალში ვერ გავა, იმიტომ რომ მე-4 ფინალში სხვა გუნდები გამყავს არსენალი. 11. არსენალი მე-11 ადგილი. მე-9 ადგილი თავისუფალი მყავს, მაქვს ხო წესით. აი ეგეც. არა, ნაპოლი ყავს მეცეს. არსენალი მე-10 ხო, ანუ მე-10-ზე მან დრო გავაგეთ. 16 მაქვს თავისუფალი. ბიჭო. არა. კაი, მოდი მე-9 მაქვს და მე-9 იყოს არსენალი. დაიმახსოვრეთ, ან ჩაიწერეთ. არა, ვიწერ პროსტა უცებ სხვადასხვანაირად. 9 უოჭველი თავისუფალი გაქვს, ხო? კი. ხო, რო იცოდეთ, სადმე თუ ვიღაც თავისუფალი არისო და ისე ჩასვით, სადაც მე გამიხარდება, იქ გადავსვავ ახლოს. ბატონო. არსენალის შემდეგ ჩემპიონატის გუნდით შეგვიცვლით. არა, ეგ რომ მოხვალთ იმაზე, რა ქვია, აუქციონზე ეგ შეგეცვლით. შემდეგი მეგობრებო იყოს, მოდი იუნიონი იყოს. აუ ეხა ზემოთ 27-ზე გავიყვანოთ, თუ შეიძლება იუნიონი. 27. ბოლო მეც 27 მაქვს თავისუფალი და იყოს 27. მეც მე მგონია იცი. და ეს იქნება პირველი გუნდი, რომელზეც ესე ყველანი ერთხმად 27 მაქვს თავისუფალი. 27-ზე რო გავიდეს უნიონი, მაინც უნდა ჩაგვაბარონ ის სამივე. 27 ეს დაჭდა. იუნიონის შემდეგ ბაიერნ შემოგთავაზებთ. მიუნხენის ბაიერნი? მე-12 მიწევს. მე-12 მიწევს. კი ბატონო. სხვა გზა არ მაქვს. მაშინ მეორე-ზე უნდა გავიყვანო, მაგრამ ქვემოთ აღარ მაქვს. ეს ბაიერნი მოდი, მე ნახევარფინალს ესეც ვთქვი, ჩელსი, ლივერპული, ბარსელონა, ბაიერნი. აი ეს 4 გუნდი იქნება და ბაიერნს გავიყვან მესამე. ჩელსი მე-4-ზე გაიყვანა ხო? ბაიერნი მესამე. მე თუ არ ვწდები უნდა მქონდეს დარჩენილი ერთი ადგილი მე-5-დან მე-8-მდე. და მან მე-4 ფინალში დაგონშვიდობა ბაიერნი. მე-8, მე-5, მე-6, მე-7 ადგილი. მე-7 ხო, აი ზუსტად მე-7. მე-7-ია ბაიერნი. 12, 3-7. ბაიერნის შემდეგ მეგობრებო სპორტინგის ჯერია. ესე იგი დარჩა 25 ადგილზე რო გავიყვანოთ ჩემთან. აი ხა ნახევარფინალში მე შემთხვევით. ანუ სპორტინგი
ვერ გადის სამწუხაროდ რთული კალენდარი ძალიან რთული კალენდარია სპორტინგს ახლა გამახსენდა ძალიან 26-ე სპორტინგი 26 ანუ ვერ ანუ ტოვებთ ხო ქოჩორას პლეიოფს მე ჩვენ არ ვტოვებთ არსად ჩვენ სული და გული თუ გომაგებთ მაგრამ უბრალოდ გარემოებებმა 28 მიწევს მე აჰა ჩვენ ქოჩორას ეს პოზიცია აქვს აი მარტო გაიყვანს ერთ მაინც უნდა გაგვიყვანა ბრიუგე ვაიმე 29-ზე ვაიმე ამას აი ამისის ეხმარება იმიტირებული სასამართლო თუ რაღაც რო აქ ქრონიკა შემი არა მაგას ბრიუგენ და გავიყვანა მერვე ფინალში მერვე ფინალის ადგილი და შამარტო ერთი წუთი უნდა გადავხედო 27 აუ მე ვეთქვა ამერია 20-დან ზემოთ ერთი წუთი 20 22 მე 36 და ქვემოთ ვეძებ 29 21 არა 27 25 ხო მაგ თავისუფალი არა განათასარა ატალანტა 23 კაი გამოვტოვე ბრიუგე რა და მე ინგლისების ზიზმა აი მე აინტრახტი დავწოდა რომელი ადგილი ვერ ხვდები მე-18 ადგილი ხო გაქვს მე კი მაგ მერე აბა რა გინდა მე მაგ ანუ კითხვა დავსვი კი გაქვს მაგ და ბრიუგე მე-18-ზე მე-18 მეც მაქვს ხო ბრიუგე მე-18-ზე ანუ შესანიშნავია არაფერი გასაოცარი არ არა ხო მომეწონა ანუ მე-18-ზე ადგილი არ ვიცოდი რომ მქონდა არაფერი ერთი თამაში არის მან ბრიუგე ჩავწერეთ 30 გავიგე ეხა აინტრახტი მე-18 აინტრახტი ეგ მაქვს დარჩენილი შენ მე-18 არ აინტრახტი მგონია მეორეზე გავიდეს აინტრახტი შენ რომელზე აინტრახტი ანუ რაც დამჩა აინტრახტი იმიტომ რომ რაც დამჩას რო ამბობ ბიჭო ანუ არა გეტყვი მან დავასრულებ PSG გადის მე-3-ზე ჩემ შემთხვევაში ან ნახევარფინალში შეება და ერთი ადგილი მაგ დარჩენილი ზუსტად არ მახსოვს ხო და მე ნახე აი აინტრახტი PSG რომელზე ყავს შენ ბოლოს მეორე ადგილს ანუ აინტრახტი უბრალოდ მე-4 ფინალამდე გავიდა ჩემ შემთხვევაშიც ერთს შეგაცვლევინებთ ადგილს დორტმუნდი თუ კარგი მე ვცვლი მითხარი ლევერკუზენი 22-ს ვცვლი სპორტინგი 28-ში და ქოჩორა გამყავს ლევერკუზენი გადის 28-ზე ხო ქოჩორა ამოვწია ვილიარეალი მე რამდენზე მყავდა ერთი წამით და ქოჩორა ამოვწიოთ ბოლოში 22-ზე ვილიარეალი მე 13-ზე მყავდა ხონიკა მოდი მე მაინც გარტყმაზე ვიქნებ სოფლიო ჩემპიონატის საგზური მოვიგო და აინტრახტს და დორტმუნდს აინტრახტი მერვე დორტმუნდი მე-12 შეუცვალ ადგილი აუ რა ტრაიჰარდერია ბიჭი ცოტა შოუდადგი ბიჭო შენ შოუდადგი მე საგზურს მოვიგებ და წაგიყვან შეჭ ორკაციანია ჯობა მე კაირად შემოვიდა შენ არაფერს არ ცვლოს აუ რა თუ ხარ ანუ შენთან ახალ ფინალში ხორო 4 გუნდი მითხარი უბრალოდ მაინტერესებს 4 გუნდი არის ბარსელონა პირველ ადგილზე PSG მეორე ადგილზე მესამე ადგილზე ლივერპული მეოთხეზე რეალი 4-ზე რეალი ანუ ბარსა რეალი იყო ბარსა გავიდა და ლივერპული PSG იყო და PSG გავიდა გასაგებია შენთან არის ბარსა ბარსელონა ლივერპული ჩელსი ბაიერნი ჩელსი ბაიერნი ანუ არც ერთი გუნდი არ არის რომელიც 4-ვესთან მეორდება ხო ანუ ბარსელონა ჩემპიონი ნახევარ ფინალშიც კი ბარსელონა არა ორივეს სამივესთან რომ მეორდება შენთან არის ბარსელონა არ არის ამასთან არ არის სამივეს ანუ წარმოიდგინეთ სამი კაცი ერთ ნახევარ ფინალისეც კი ვერ თანხმდებით რომ უეჭველი იქნებაო ხო ანუ 2-ზე მეტი არავის არ ყოთ აი სამივეს როგორ თქვა რეალი გავა სამივეს ბარსელონა არა არ საინტერესო არის ჩემი მოგზალებული აზრით ჩემპიონთა ლიგას ვინ მოიგებს ვერ გეტყვით რატო წარმოდგენა არა მოკრძალებულით აბა without მე ვინ მინდა შემიძლია ვთქვა მიდი მე მინდა რომ მოიგოს და აქ ტიტრები ამოვა არაფერს არ ვამბობ всё მაყურებელს თხოვოთ მე ამას უეჭველი მგონი რომ დაჯინქსავს და მაგრამ მაყურებელს არ მაქვს მე ის მე მართლა არავის არ ვქომაგობ ესე და ეგ არის ჩემი ის ვინც კარგად თამაშობს ამ სეზონში მას ვქომაგობ ოღონდ ამერიკულ ფეხბურთში ვყავს ფავორიტები ოღონდ ინგლისურ კლუბებს ვქომაგობ ზოგადად ქართველების მერე არსენალი გინდა არსენალი არ მინდა არტეტამ არ მინდა რომ მოიგოს არტეტა რატო არ გინდა რომ ბიჭო ძველი იმიტომ რომ აი არ მინდა არტეტამ რომ მოიგოს კაი ლივერპული გაწყობს ლივერპულიც მაწოს ტოტენჰემს ნიუკასლიც აი არა ლივერპული არსენალიც მაწოს მაგა ფინალში გავიყვანე მაწოს არ მჯერა რომ რამეს მოიგებენ ვა მეც ეგრე ვარ არ მჯერა ამ არსენალიც ამ არსენალის არის მგონი 20 წელი არა კარგი გუნდი იყო დესაც მეგობრებო თქვენ კი არ დაგავიწყდეთ რომ სეტანტას
არხი გამოიწეროთ, სადაც ეხლა გამოიყვანოთ ჩემო პრომოკოდი ბასტო დიდი ასწრებით ამ ვიდეოს უყურეთ და ასევე კომენტარებში დაგვიწეროთ ვინ არის ყველაზე მაგარი, ვისი ცხრილი მოგეწონათ.